ჭადრაკის დაბა. თათია პაჭკორიასთან ერთად. მოდი, ფინა და ერთად ჭადრაკი დავალოთ. მოდი. მომცადდა ეს. ანჯა ვერ მოვა. რომელი გინდა ვიყოს წითლები თუ თეთრები? მოდი ახლა ეგრევე დაალაგე იქ. არა, ეხლა უკვე მიდი აბა როგორ დაალაგე. ესე? ესე კი. აი ესეთი არის, აი უყურე. თინა. აი ესეთი არის, ანუ აი აქ უნდა. აი ამით წამოდი, ან ამით, აი ეს წამოდი. ერთი თუ? ხო. შედარება არ არის. то ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე ნებისმიერი საჭადრაკო რთულესი კომბინაცია. მიუხედავად რომ თქვათ ეს თქვათ პოლიტიკურ ცხოვრებას ჭადრაკი სპორტთა შორის ყველაზე მეტად ასახავს პრინციპში შეიძლება ითქვას. то განლაგება, დისპოზიცია, სვლებია, ყველაფერია მოკლედ. გარდა ერთისა რეალობის განცდისა. რეალობა არ არის. და რადგანაც თამაში ნაკლები რეალობაა, გიგი უგულავამ საჭადრაკო პარტიისათვის განკუთვნილი თითქმის მთელი დრო საკუთარ შვილებთან რეალურ ურთიერთობას დაუთმო. ნაკლები ოცნება და მეტი პრაგმატიზმი, ეს მისი ცხოვრების წესია და არც არის გასაკვირი. მას ცხოვრებისეულ ასპარეზზე გამოსვლა ზუსტად ეპოქათა გასაყარზე მოუწია. მაშინ, როდესაც ადამიანები უბრალოდ არსებობისათვის იბრძოდნენ. ამიტომ გიგი უგულავას თვითგადარჩენის ინსტინქტი ადრეული ასაკიდანვე გამოჰყვა. ნებისმიერ სიტუაციიდან უნდა დააღწიო თავი. ნებისმიერ სიტუაციიდან შეიძლება გამოსავალი ყო. ისეთი უიმედობა, ისეთი სასოწარკვეთილება, რაც ახლა იყო 92-13-14 წლები, აი ძირითადად აი როცა საუნივერსიტეტო წლები, როცა ადამიანი აი ცხოვრებით უნდა ხარობდეს, ხო? აი ეს ინსტინქტი გააჩინა. და სხვათა შორის იმიტომ არის ეს ჩვენი თაობა, ესე ვთქვათ, უფრო სიცოცხლის უნარიანი და ამ ქარტეხილებს გაუძლო. თორემ ეს მახსოვს ხოლმე, რომ აი გარდა იმის მიუხედავად იმისა ამ პერიოდისა, ჩვენ მაინც ჩვეულებრივად ცხოვრობდით, დავდიოდით, ქეიფობდით, ფული არ ქონდა, მაგრამ წავიდოდით თქვათ კურსელები, მეგობრები სადღაც პახოჩი, სადღაც, ну, მაინც სიცოცხლის შენს, მაგრამ მეორე მხრივ აი სახლში მოვიდოდი და სრული დეპრესია იყო, ну, мама ჩემი სახლში და რაღაც ერთად წავიდოდა ბაზარში თუ მოვიდოდა, აი ერთადერთი ფუნქცია ჰქონდა, მე უნივერსიტეტში არაფერი საქმე არ იყო, იქ არაფერი საქმე არ იყო, არაფერი. ლექციები, ფორმულები მაშინ არავის არ ჭირდებოდა. ასეთ ხალხს ძირითადად არც ბიზნესის დიდი ეს თქვათ უნარი და ტრანსფორმაციის უნარი ქონდა 50 წლის ასაკში ძნელია შეიცვალა, არც სხვა რამ, ამიტომ სრული უიმედობა და სრული დეპრესია იყო. ასეთ დროს ცდილობდა სახლში ნაკლებად ყოფილიყო. მისი ინტერესის ერთადერთი ობიექტი პროფესიული არჩევანიდან გამომდინარე სქელკანიანი ფილოსოფიური წიგნები გახლდათ. ოცნებობდა ცოტას და ფიქრობდა ბევრს, რომ ხვალე აუცილებლად ხვალისათვის იზრუნებდა. მალე ასეც მოხდა. გიგი უგულავამ პირველი სამუშაო ადგილი თითქმის სკოლის პერიოდშივე იპოვა, რომელიც მოგვიანებით ოპონენტთათვის მთავარ სამიზნედ იქცა. მე მაგალითად 16 წლის ასაკიდან, მე 11 კლასიდან მუშაობდი. ჯერ სოროს ფონდში მუშაობდი დარაჯად. მაშინ ახალი გახსნილი იყო, მაშინ სამსახურებს არ იყო და ზალიკო ქიქოძე იყო მაშინ პირველი დირექტორი. და კომპიუტერი მაშინ არავის არ ქონდა, ზალიკოს ქონდა. ზალიკო ჩემი მეგობრების მამა იყო. გარდაიცვალა, ალპინისტი იყო, ცნობილი, კაი, ძალიან პირველი დემოკრატი ადამიანი იყო საქართველოში. ხო და კომპიუტერი მაგას ქონდა სახლში და ამიტომ კომპიუტერზე სწავლა გვინდა და მოკლედ შვილები, მეგობრები ყველა და წამოდი დარაჯად იმუშავეო. და იქ ღამე არავინ არ არისო და კომპიუტერებს მეტი რა არისო და ისწავლე რა კომპიუტერზე მუშაობასა და მე უკვე 7-8 წლის მერე ხარ სოროს ფონდი ხო ბუა გახადეს რომ აი სოროსი და რაღაცა მაგას უმეცინებოდა ერთდროულად რელიგიის მასწავლებელი ვიყავი სტიქარი მეცო სემინარიაში სწავლობდი და სოროს ფონდში მუშაობდი დარაჯად ხო და სიამდვილეში ეს ყველაზე ცუდი რაც
არის აი რაღაცა კლიშეს შექმნა ხდება და იმ კლიშეს მე ადამიანზე მიწებება. არადა იმ პერიოდში იყო ზუსტად რომ დაახლოებით 60-70 ეკლესია და ძველი ისტორიული ძეგლის აღდგენა მოხდა სწორედ ჩვენ მეაფერი არ მეხებოდა ეგ დარაჯი ვიყავი რომ მივიდოდი სახამოს უყურებდი რა პროექტები ხდებოდა და რა იყო ხო და ეკლესიის და იმის აღდგენა მოხდა სწორედ მაშინ როცა აი ყველაფერი ინგრეოდა ამ ფონს მაგრამ ნუ ეს არის კლიშე რომ მიგეწეპება ვიღაცას მიეწეპება ზოგადად ასეთი ყოფა რთული იყო, მაგრამ საინტერესოც. ამ ფაქტორმა ჩვენს თაობაში ადამიანის ინტელექტუალურ და ბიოლოგიურ ასაკს შორის სერიოზული სხვაობა წარმოშვა. განსაკუთრებით კი მათში, ვისთვისაც ზრდა და თვითრეალიზება ცხოვრების წესია. ასე რომ ნაადრევად დაბრძენებულთა ერთმა ნაწილმა საკუთარი დუხჭირი წარსული პატარა ჩემოდანში მოათავსა და გეზი ევროპისაკენ აიღო. მათ შორის იყო გიგი უგულავაც, რომელსაც გერმანიაში ერთი მეგობარი და ქვანახშირით დატვირთული ბევრი ტომარა ელოდა. მე როგორც კი ვგრძნობ, რომ აი ვჩერდები და ვტკეპნი ერთ ადგილს, მე მეწყება ამაზე უკვე აგრესია, საკუთარი თავის მიმართ და ვცდილობ რომ ეს გავარღვიო. და ეს რაღაცნაირად ციკლი, დაახლოებით 90-იანი 95 წლამდე მე ნუ ბევრი რამით ვიყავი რა, დაკავებული, სადაც მე მაინტერესებდა ეს იყო ფილოსოფია, თეოლოგია, ასე შემდეგ. როგორც კი აღმოაჩინე, რომ აქ ვეღარაფერს ვეღარ ვითვისებ და ვტკეპნი ერთ ადგილს, ხო? მაგ თუ გადავწყვიტე რაღაც თეატრში მომცა, აი რაღაც შეგროვილი ქონდა $1000 მეტი არ აქვს, ბილეთი ვიყიდე და იქ მეგობარი მყავდა, რომელიც უკვე მალე მოდიოდა აქეთ, მაგრამ ნუ პირველ ეს თქვა ჯერზე დამეხმარა. მე ჩვეულებრივ ცხოვრობდი, მუშაობდი და ვსწავლობდი. სიდუხჭირე მატერიალური არ იყო ჩემს არგუმენტი. იმიტომ რომ მე მაგ კატეგორიით არ ცხოვრობდი, იმიტომ რომ ისევ მეორე მუშაობდი ყოველთვის, ხან დარაჯი ვიყავი, ხან მასწავლებელი ის ვიყავი ერთდროულად და ნუ რაღაცა ხა დიდი ესე თქვათ მოთხოვნილებაც არც მქონდა და შესაბამისად რაღაც საკუთარ თავს მე თვითონ უვლიდი. ხარხანაში მუშაობდი მაგალითად მე საბურავების ხარხანაში. აი ბაუკნეხტის ხარხანა, ბაუკნეხტა ეს ვილპული და ბაუკნეხტა სარეცხის იმებს აწყობენ, ფუძო ჭურჭელს მაგა რაღაცები, მაგრამ ვიცი, ტექნიკაში გავერკვე, მაგრამ ერთხელ ეს ზამთარი იყო, საშინელი ზამთარი იყო, ძალიან ციოდა. მე არ წარმოვიდგინე, რომ ზარბუკენში ამდენი ადამიანი ქვანახშირით თბებოდა. შუაგულ ევროპაში და ეს იყო, წინა საახალწლოდ ფული საერთოდ არ მქონდა და სამუშაო, წავედი სამუშაო და ძირითადად იყო ისინი იყო რაღაც იმის ტომრებით მიქონდა ხოლმე მანქანებით გამოძახებით ის არა ქვანახშირი ვაწვევთ ქვანახშირს და რამე მოვდიოდ ხოლმე მურიანი მაგრამ წინა საახალწლოდ მე შევაგროვეთ ფული და წავედით მე ამსტერდამში მეგობრებთან ერთად ევროპას მთელი მარილი მუღამი ის არის რომ სტუდენტი თუ ხარ აი შენი შრომით მთელი ევროპა შეგიძლია ნახო მალე ესეც ამოწურა და კვლავ საქართველოში დაბრუნდა. ამ დროს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია მოქალაქეთა კავშირი იქმნებოდა. მომავალმა აქტიურმა პოლიტიკურმა ფიგურამ მაშინ მხოლოდ ის იცოდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. ხედრიონი კი გაუნებელ ყოფილი. 97 წლამდე ის პოლიტიკური პროცესებით არ დაინტერესებულა. შემდეგ კი სხვა გზა არ ჰქონდა. რადგან ერთ-ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურში ახალგაზრდა მამაკაცი კორესპონდენტი გაჩნდა, რომლის ჟურნალისტური კარიერაც თავიდანვე ექსტრემალურ ვითარებაში დაიწყო. ჯიხაშკარში ყველაზე დიდი ხანი გახსოვთ ის გატაცება რომ ხდა გაეროს დამკვიდრებლობის. სამსახურში მივედი, მაშინ იბერიაში მუშაობდი. დილიდანვე წავედი, ესეთ რაღაც მაშინ ჯერ პირველი დღე იყო და ჯერ იყო ესეთი გაურკვევლობა, ანუ სერიოზული იყო ეს საქმე თუ არ იყო სერიოზული, არავინ არ იცოდა. წავედი და იმის მერე ორი კვირას ზუგდიდში ვიყავი. ზუგდიდში ჩარჩენილი და პირველ ინტერვიუ მე ავიღე იქ და ჩემი მეგრული გვარი გამოვიყენა რაღაცა, შევძვით ინტერვიუს წერე ხა. პირველ ინტერვიუ არავის არ აქვს ჩაწერილი. ექსკლუზივია და აქეთ კოთკოთი მიდის ერთი იმაში რომ აი მაგარი ექსკლუზივი გვექნება რაღაცა და ჩავდა და ლაპარაკობს ამას ითხოვს ამას და ნუ ბოლოში ვეკითხები და ეს ატყალე ჩეხი იყო ეს დამკვირვებელი ეს გაეროს თავის რაღაცას უკან იყო და ჭამდა რაღაცა ძალიან ბუნჩულა სახით თან იმას უყურებს თან ამას უყურებს ეს რაღაცა გროზნად სახით დამუქრებული რაღაცებს და
ბოლოს მეთქვა, კაი და არ შეგისრულეს მეთქვა ეს მოთხოვნები. რაღაც მოთხოვნები იყო ამის რაღაცა ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა და რაღაც წარმოუდგენელი მოთხოვნები იყო. მე ცოტა რეალისტური გახდა, მაგრამ თავიდან იყო აი სრული წარმოუდგენელი რაღაც. უსმენ ახლა, კაი და რა შეგისრულეს რასიზმით და მოუკლავთ ამათ და მე რო გავხედე იმას, ის ძალიან რაღაცა საყვარელი ბავშვი ისე და გამეცინა და თქვი მე რამე სასაცილო ეს ეძახის. ხო და ამასე და არა აბა რატო გეცინება? რა ვიცი, აი იმასო შევხედე მაგაზე მეცინება და ამაზე და მე უკვე ეს ჩანაწერი რომ ვნახე ოპერატორს ხელი აუკანკავდა მხარზე და რა კამერა ხელი აუკანკავდა ისე ძაღე მიიღო და ესე ჩაწია და აქ პისტოლეტი ქონდა დიდი ასე სახეზე და ჩაწია პისტოლეტი და თქვი მე რამე სასაცილო და მე მასალა გადმოვაგორეთ აქეთ თურმე ესეც გაუშვიათ ახლა მე მეგონა ამას მოჭრიდნენ ახლა აი ასეთი კომპეტენტურია გიგი უგულავა ტელეჟურნალისტიკის საკითხებში მართალია ერთ დროს აბეზარი ჟურნალისტის სატელევიზიო საქმეს იოლად შეელია თუმცა ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის არსებული დაუწერელი წესები დღესაც კარგად ახსოვს მე კლაუზნი ჟურნალისტი ვიყავი ძირითადად მიყვარდა აი მივიდიოდი აი ესეთი აი რაღაცა რადიკალ დემოკრატ რაღაცა ესეთი სახელების პარტიების პრესკონფერენციაში მაშინ ბევრი იყო კიდე და მაშინ წერდნენ ეგეთებს. მივიდიოდი მაგათ პრესკონფერენციებზე და ბევრ კითხვას უსვამდი ისე რომ ნერვები ეშლებოდა ხოლმე. მე ჟურნალისტის მდგომარეობაში შევდივარ, იმიტომ რომ ეხა აი წარმოიდგინე რაღაც გარეთ რაღაც აი მიტინგზე რო დგარ და მთელი დღე და აი სიცხეში უბედურებაში მშიერ მწყურვალი. ამიტომ ბუნებრივია იმიტომ რომ ნებისმიერ რომს დაიბარო სიტყვაზე, აი თქვა 11-ზეა დანიშნული ინტერვიუ, ხო, მომზადებას. ანუ ყოველთვის 1 საათი აი ესე გეკარგება, სხვას რო ყველაფერს დავიდავანებ. ამიტომ ეგ პრობლემა თქო უნდა მე მესმის. მეორე არის რომ მაინც ორმხრივი უნდა იყოს, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ ინტერვიუს მიცემა არ გინდა. ეგეც არის ობიექტურად, მაგრამ ნუ მაქსიმალურად უნდა შეეცადო ალბათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაინც პოლიტიკოსი უნდა ან რესპონდენტი უნდა შეეცადოს იმას რომ თუ არ გინდა ისე გააკეთე, ისე მოერიდე რომ ვერ დაგინახონ რაღაცა. მან თვითონ ხოლმე არც ინტერვიუს მეცემა უნდა, მაგრამ პრახოდის გადაღება უნდა თქონე და არის ხოლმე ეს კოლიზია მაგ დროს იქნება. ყველა ადამიანს გააჩნია მდგრადობის კოეფიციენტი, რომლის მიღმაც ის კარგავს საკუთარ თავზე კონტროლის უნარს. ამგვარ საფრთხეს როგორც წესი ძალაუფლების ტვირთი იწვევს. ვარდების რევოლუციის შემდეგ გიგი უგულავა ამ ცდუნებასთან ერთად ცხოვრობს. არასამთავრობო სექტორიდან თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. შემდეგ უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტზე. მოგვიანებით სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორი გახდა. შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ბოლოს კი დედაქალაქის მერი. ის ფიქრობს, რომ არც თანამდებობას შეუცვლია და არც ძალაუფლების ტვირთს. გაუჭირდა უბრალოდ ერთი ქართული ტრადიციის დაძლევა, რაც ჩვეულებისამებრ ნებისმიერი ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ზღვარგადასულ სახეს იღებს. ნუ ელემენტარულად ძალიან ხშირად არის ხა რომ აი როგორც კი რაღაცას დაინიშნები, ატყდება რეკვა, რომ ის გამიკეთე, ეს გამიკეთე, როგორც კი იტყვი რომ მე ამას არ ვაკეთე. იმ წამსვე იწყება ის რომ აი თქვი მაღლა აწია და ძალაუფლება თავში აუვარდა და ასე შემდეგ. აუცილებლად ვიღაცაც დაიბოღმება, იმიტომ რომ იმდენ ყურადღებას ვერ მიაქცევ. იმიტომ რომ მთელი დღე ხარ დაკავებული საქმეებით. მე რაღაცებზე სულ ღიზიანდები, იმიტომ რომ ვიღაცა პირადი საკითხით რო გაწუხებს, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემა გაყრია ისედაც თავს, აუცილებლად გაღიზიანდები და შესაბამისად ის ადამიანიც გაღიზიანდება და ამიტომაც მე იქნება ხოლმე ყოველთვის მითი, რომ აი შეიცვალა, თანამდებობამ გააფუჭა და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ რაღაცა დოზით ალბათ მაინც იცვლება ადამიანი, იმიტომ რომ უფრო მეც ფიქრობ რაღაც შენ ნაბიჯს რაღაცა სხვა არ მოყვე, ანუ ისეთ რაღაცას, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში გააკეთებდი, იმოქმედებდი, იტყოდი, იშაყირებდი თუნდაც და ასე შემდეგ. ესეთ მდგომარეობაში ვერ იზამ, იმიტომ რომ შეიძლება არასწორად გაგიგონო. საბოლოო ჯამში რაღაც ისე ხარ, რომ საკუთარ თავს ბოლომდე აღარ ეკუთვნი. მეორეა ის, რომ ზოგად ფორმულა არსებობს რა, რომ
ძალაუფლება ზოგადად რკმის ადამიანს და ზედმეტი ძალაუფლება კიდევ უფრო ზედმეტად რკმის ადამიანს. და ეს ყველა ადამიანს შეიძლება დაემართოს. ვერც ერთ ძალაუფლებას თვითონ ვერ გააკონტროლებს ადამიანი, ამისთვის არის შექმნილი შემაკავებელი მექანიზმები, რომლებიც უნდა აკავებდეს ამას. ამიტომ არის ეს ბალანსის სისტემა და ამიტომ არის რომ აი ამ სისტემამ არ უნდა მიცეს ადამიანს გატევის უფლება და საშუალება. მისთვის ასეთ უხილავ ზღვარს ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა ქმნის. მან იცის რომ ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებასთან კონტაქტი დაცვის გარეშე მოუწევს. ის ცდილობს თანამდებობრივმა იზოლაციამ მეორე და უგეგმავი ყოფა არ დაავიწყოს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. თანამდებობაზე ხარ, ძალიან დიდი ნაწილი შენი დღის არის დაგეგმილი. შემოდის ცერემონიალური რაღაცეები, რომელიც ასევე ისე ვთქვათ, ანუ ყველაფერი რაც წინასწარ განსაზღვრულია, იქ შენ ბოლომდე ვერაფერს ვერ იგრძნო. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადო რომ აი ამ წინასწარი განსაზღვრული და დაგეგმილი გრაფიკიდან გახვიდე. როგორც კი გახვალ, იმ წამსვე ჩვეულებრივ სიტუაციაში ვარდები, ასევე ხალხი ჩვეულებრივად გექცევა ყოველგვარი ზედმეტი ესე ვთქვათ იმეების გარეშე, პიეტეტების გარეშე და აი ეგეთ სიტუაციაში ყოველთვის იგრძნობ უფრო მეც, ვიდრე ესეთ წინასწარ განსაზღვრულ სიტუაციებში, რაც სამწუხაროდ ნებისმიერ ასეთ ცხოვრებას ახლავს თან. მე არ გულისხმობ მარტო პოლიტიკას ან სამსახო პოლიტიკურ თანამდებობას. ნებისმიერი იგივე ხა თქვა წარმატებული მსახიობი გინდა სპორტსმენი. ეს განსაზღვრულობები შემოდის რა და თავარია ეს განსაზღვრულობები აუცილებელია და ვერ გაექცევი, მაგრამ მის ეს თქო ტყვეობაში არ უნდა მოხვდე, უნდა გაარღვიოს და გახვიდე ჩვეულებრივ იმაში. აი გაექცე დაცვას მაგალითად და მარტო იყოს ალბათ წახვიდე. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვეულებრივად რა ოჯახურად წახვიდე ისე რომ არც არაფერი დაგეგმილი არ არის. საქართველოს ხელისუფლების 32 წლის ახალგაზრდა პოლიტიკურ სახეს ისეთი მრავალფეროვანი ბიოგრაფია აღმოაჩნდა, რომ მსგავსი ისტორია იშვიათად შეიძლება ჰქონდეს ვინმეს. ის მტვირთავიც ყოფილა და დარაჯიც, გუბერნატორიც და მერიც, გაუმართლა გუნდურ თამაშიც. საინტერესოა, ეს ნიჭია თუ ბედი. თავარია იმ ადამიანს, ასე ვთქვათ, არ შეთავაზო ისეთი რამ, რასაც ის ასე ვთქვათ ვერ გადაყლაპავს და ვერ აითვისებს და საბოლოო ჯამში მე ის ადამიანი ზარალდება. ანუ ძალიან მაღალი ნიშნული არ უნდა დაუწევს ადამიანს, რომელსაც თვითონ ვერ გადაახტება მე და წინასწარმეტყველად ამით შეიძლება უბრალოდ ადამიანი გააფუჭო მორალურადაც და ნუ დეპრესიაში ჩააგდო და ასე შემდეგ. ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად პოლიტიკაში გუნდს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. უდიდესი მნიშვნელობა და ნებისმიერი პოლიტიკოსის და ლიდერის ესე ვთქვათ წარმატება დამოკიდებულია იმ თვისებაზე, რამდენად აქვს მას გუნდის შეკვრის და გუნდის ერთად ამუშავების უნარი. იმიტომ რომ ამ გუნდში შეიძლება ერთი მეორეს შეიძლება არც იცნობდეს და არც უყვარდეს და შეიძლება ერთმანეთი არც უყვარდეს. მაგრამ ლიდერის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ ისე იყოს აწყობილი, რომ ისინი ერთად, ესე ვთქვათ, ერთად ძოვდნენ. ანუ ერთად იყვნენ, ერთად მუშაობდნენ და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. თუ შენ ხარ მოუსვენარი, თუ შენ აიმაშები და შენ ადლევ მაგალითს და აი რა რეჟიმითაც შენ მუშაობ, მე იმ რეჟიმით მუშაობს სხვაც. თუ შენ არ აძლევ რაღაც თავისუფლებას, არც სხვა არ მეცემს. თუ შენ აკეთებ ამას, სხვაც მოგბაძავს და გააკეთებ. ერთადერთი რა, ამ შემთხვევაში ლიდერს აქვს მიბაძვის ფუნქცია. თუ შენ არ ზოგავს შენ თავს, არ შენ გარემოცვა, ვინ შენთან ერთად მუშაობს, არ დაზოგავს. თავდაუზოგავ შრომას თავდაუზოგავი ოპონირებაც ახლავს. ამ თემაზე ნერვიულობას საკუთარი დედა და ოჯახის წევრები ახლო წარსულში გადააჩვია. თავად კი ეგუება თითქმის ყველაფერს მარცხის გარდა. პოლიტიკოს მოეთხოვა ერთი ყველაზე მეტად გამძლეობა. ყველაზე მეტად. იმიტომ რომ გარედან ჩანს რაღაც ესე ცხოვრობს, ასე ცხოვრობს. ვთქვათ, იშტოიანა ვიძით, ასე შემდეგ, ან სინამდვილეში მოეთხოვა გამძლეობა და მოთმინება.
მოთმინება თვითონ და მის გარემოცვას განსაკუთრებით, იმიტომ რომ ახლა 1-2 წელი დაჭირდა მაგალითად დედაჩემს, რომ რაღაც რეაქცია არ მიეცა რაღაცას, რასაც ანიტყოდნენ ან დაწერდნენ ჩემზე. ბოლომდე ვერ შეეგუა მართალია, მაგრამ ყველა დედა ეგრეა. მაგრამ თავი არის ეგა. და უნდა ის არის, რომ არც ერთ მარცხს არ უნდა შეეგუო. მარცხ ყველა ვარიანტში იქნება, ავარდები, დავარდები. თუ გინდა რომ პოლიტიკაში იყო, არც ერთ მარცხს ბოლომდე არ უნდა შეეგუო და ყოველ შემთხვევაში მაინც ყველა ვარიანტში გაიმარჯვა. გავლენიანი ფიგურის ცხოვრების წესს მეუღლემ და შვილებმაც უნდა გაუძლონ. ის დღეს ჩვენს ქალაქში ბევრ რამეს განაგებს. პირად სურვილებს კი ნაკლებად. მსგავსი იდილიური სცენები იმდენად იშვიათობაა, რომ მეუღლეს სამახსოვრო ფოტოებს იღებს. ეს ბაღში ადრე მიდიან ბაღში და სკოლაში. როცა მე მძინარ. როცა მოვდივარ, ამათ ძინარ. ასე რომ კვირის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ ხედავთ ხოლმე ერთმანეთს. შაბათს არის ხოლმე დილით. აი ხა თქვენ შემოიჭერით და აი ხა ერთად ესე ერთად კაი ხანი არ ყოფილა. ეს ხმაურობენ და მე ცოტა ხანში მე ვთქვათ მე თვითონ ვიპარები ხოლმე, მაგრამ ამას წინ აი თინას დაბადების დღე იყო და ძალიან ბევრი ბავშვი იყო და აი ეს კაი ხანი უყურე მე ცოტა ხანი ავედი, თორე ძალიან ბევრი იყო. რა იყო თი? მე ყველაზე დიდი ვარ. რატო ხარ ყველაზე დიდი? შენ ვაფშე ყველაზე პატარა ხარ. ტვინის ბურღვა უყვარს. მე მას ვუყარ. ტვინის ბურღვა გიყვარს? კი. ხილად, არ ნუ გიჟობ, თინა. ახლა მამა კვლავ სამსახურში მიდის და ძალიან გვიან დაბრუნდება. ის თბილისის ყველაზე მაღალი წერტილიდან უყურებს. აქედან ცენტრალური უბნებიც კარგად ჩანს და პერიფერიაც. თბილისი 5 წელიწადში, აი 5 წელი მართლა უნდა ყველა ეს პროექტი რაც არის დაწყებული. აი ხა რო ჩამოვთვალოთ. რუსთაველი თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ერთდროულად დაახლოებით მილიარდი ინვესტიცია იდება. ეს დაწყებული ცეკავშირის შენობა მთლიანად ახლდება და თანამედროვე ესეთ ლამაზ შენობის ერსახეს მიიღებს. უნივერმაგი დაწყებულია უკვე მხატვრის სახლის წინ ან პარლამენტის წინ, ასევე ძალიან ლამაზი ორიგინალური შენობა იდგმება. მთლიანად საზოგადოებისთვის მოწყობილი. შემდეგ ეს კადეტთა კორპუსი დამთავრდა უკვე და მან ესეთი კარგი საოფისე და უფრო საგამოფენო ცენტრი იქნება. მე არის კემპისკი და თვითონ ეს მოედანი და რედისონი, ანუ პრაქტიკულად და აქეთ ამხარესაც კარგი პროექტი არის, აი ეს მერანის გამომცემლობა რო იყო იქა. ანუ პრაქტიკულად რუსთაველი 1-3-4 წელიწადი ჭირდება იმისათვის, რომ აი მთლიანად აი ძველებურ სტილში იყოს, მაგრამ განახლებული ფუნქციურად. შემდეგ აქ სანაპიროზე არაგვირო იყოს ჰაიეტის ეს მაღალი რამდენიმე შენობა იდგმება. ქალაქის შემოსასვლელში დიღმიდან იქაც დიდი სავაჭრო ცენტრი და დიდი მაღალი შენობა, ესეთი ლამაზი შუშის შენობები იქნება. ანუ პრაქტიკულად რაც თავარია, აი ეს დიდუბის ეს ნაწილი რომელიც კომუნისტების დროიდან იყო უფრო ინდუსტრიული. აქ სულ ქარხნები ეს წისქვილები და რაღაცეები საწყობები და ასე შემდეგ იყო. პრინციპში ეს უკვე არის ქალაქის ახლა შუაგული ნაწილი. ამიტომ და რეალურად მე პატრონებს დიდი მიწები რაც არის შემოაქვს პროექტებზე, ანუ პრაქტიკულად აქ მოხდება კაი განაშენიანება, ახალი უბანი წარმოიშვება. როდესაც მოდიხარ აეროპორტის ტრასიდან აეროპორტის ტრასა შემდეგ შემოდის უკვე ქალაქში. ანუ ტრასა არ არის გამჭოლი, იმისათვის რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ პირდაპირ გავიდეს ან დაუკავშირდეს აქ უბნებს, ან გავიდეს ქალაქი და ქალაქიდან თქვა თუ ჩამოვიდა და მიდის დასავლეთისკენ.
პოლიტიკოსმა ხალხი არ უნდა შეაშინა. პირიქით პოლიტიკოს ფუნქცია ხალხს დაეხმარა. და როგორც კი შეშინებას იწყებ, საზოგადოებას ეწყება ეს ბარიერს აღმართავს. შეეხება მთავარი გზავნილი, ასე ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არის ერთადერთი და არ არსებობს არც ერთი დაკარგული თაობა. ყველა ადამიანს აქვს ყოველთვის შანსი რამის მიაღწიოს. მაინდა-მაინც არ უნდა ელოდეს, რომ იმ ხელს გაუწვდოს, თვითონ უნდა ქონდეს, თვითონ არ უნდა ჩაიქნოს ადამიანმა ხელი არც ერთ მძიმე მდგომარეობაში. არ არსებობს დაკარგული თაობა და არ არსებობს დაკარგული ადამიანი. ეს არის მთავარი. და აი ეს ენერგია ხო ადამიანს ყველა ვარიანტში რაღაც მიაღწევს, არ არსებობს. მაშინ არ იქნება სიკეთე და ბოროტება ამ ქვეყანას, მაშინ მარტო ბოროტება იქნება.